მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. მოვედი ძალიან საინტერესო ადამიანთან სტუმრად. რომელსაც ძალიან გადაჭურთული გრაფიკი აქვს და ამიტომ მომიწია დილის 9-ზე უკვე მის სახლთან დგომა. დღევანდელი ჩემი სტუმარი, თუ მე ვარ მისი სტუმარი, ну როგორც არის ცნობილი ექიმი, გინეკოლოგი მადონა ჯუღელი. მე რო ვიყო შუადღელავის მაყურებელი, ალბათ დამაინტერესებდა ეს ცნობილი ადამიანი, ცნობილი ექიმი, გინეკოლოგი თუ სად და როგორ ცხოვრობს. მოკლედ, მე მგონი შესასვლელი აქ არის. შემოდი. გამარჯობა. დილა მშვიდობისა. ეს და დაგიმაგროთ? იგენეცო. დიდი მადლობა იმისთვის, რომ გამონახეთ დრო და გაგვიყვეთ თქვენი სახლის კარი. ძალიან მოგეწონათ თქვენი ქუჩა. ხო, დილა ადრიანა მომიწია მასლა. სიხარულის ქუჩაა ეს და ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ეგრევე რაღაც პოზიტიური განწყობა შემექმნა. საიდან აქვს ამ სახელს ეს ისტორია თუ აქვს და თუ იცით? ისტორია ნამდვილად არ ვიცი, იმიტომ მე ეს დამხვდა, მაგრამ ნამდვილად ერთ-ერთი არჩევანი იყო, რომ სიხარული ფრიოდა. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერს სახელსაც საკრალური ინფორმაცია მოაქვს. ისე რომ თუ გვაქვს ეს გზნობა, თუ შინაგანად ვატარებთ, ბევრად იოლი ყოფილა ცხოვრება. ძალიან ლამაზი ეზო გაქვს, ძალიან მომწონს. ხო, ისეთი. ყუდრო, ყველანაირი სცენარია. ოღონ ისეთი არ არის, რომ დავარცხნილი არ არის. არის ყველაფერი ერთად. სადაც წავიდოდი, ყველგან მიღებდი სურათს და მე ვცდილობდი, რომ ისეთი ყვავილი მქონოდა. თუმცა შეიძლება და არ ყოფილიყო თუნდაც ჩვენი გარემოსთვის, მაგრამ მაინც იყო და მაინც არის. ზოგი უძლებდა აქაურ მდგომარეობას, ან თუნდაც კლიმატს, მაგრამ რაღაცები არის ბევრი. ეს ლიმონია, ვიცი რომ აქ არ უნდა იყოს, მაგრამ მაინც ხო მწვანეა. ძალიან ლამაზია. და თქვენ უვლით ეზოს? არა, სამწუხაროდ მაგის დრო არ მაქვს, თუმცა ხანდახან მაგ პატარა ესეთი ხელსაწყოები, რითაც შემიძლია ხოლმე რაღაცები გავაკეთო. მაგრამ გიყვართ ყვავილები? მაგრამ ძალიან მიყვარს, ხო. საერთოდ სახლი ხო მარტო კედელი არ არის. ყველასთვის რაღაცა სხვანაირად აღვიქვამს სახლს. ზოგისთვის არის დასვენების ადგილი, ზოგისთვის არის სამუშაო სივრცე და ზოგისთვის უბრალოდ თავშესაფარი, ხო ეგრეა? ჩემთვის არის როგორია თქვენი სახლის? შვილიშვილების თუნდაც ეს ადგილი არის, სადაც მე და ჩემი შვილიშვილები ვთამაშობთ ბურთს, ან ვთამაშობთ ხელბურთს. ანუ ეს ადგილი არის ამათვის და რეალურად ცხოვრება რა არის, ეს არის მე, ჩემი სამსახური, ჩემი ურთიერთობა ჩემ პაციენტებთან. უდიდესი შეგრძნება იმისი, რომ მიყვარს, ოდესაც რაღაცას ვაკეთებ და მადლიერებასაც ვიღებ. რა თქმა უნდა, ძნელია ყოველთვის მადლიერი ადამიანი ყავდეს გარშემო და ჩემი ოჯახი და ჩემი პატარები. აი, შვილიშვილები, მე არ მქონდა დრო შვილებისთვის. სწავლა იყო, რაღაც ესეთი წარსვლა, უცხოეთში ცხოვრება, იქ ყოფნა, იქ სწავლა და შვილთან ურთიერთობა იყო ძალიან მინიმალური და ეხა შვილიშვილებთან მიუხედავად მაინც არ მაქვს დრო, მაგრამ მეტად ვცდილობ, რომ მქონდეთ, იმიტომ კი არა, ეს არის ჩემთვის პოზიტივი, ეს არის ჩემი მუხტი ცხოვრების. ასე რომ სამსახურით ჩემი პაციენტებს და ჩემი შვილიშვილები და სადარი შვილებია და სიმართან გვერდში არსებულია და რა თქმა უნდა მეუღლე. თქვენი ბავშვობის სახლი მინდა რომ გაიხსენოთ. ჩემი ბავშვობის სახლი იყო პეროვსკაიზე, ბაში პეროვის ქუჩა, ხო? ეხლა ახლედენის ქუჩა, მე გავიზარდე. ჩვენ მეზობლები ყოფილვართ. და 12 ნომერში, ეს იყო იტალიური ეზო, სადაც ყველანი ერთად ვიზრდებოდით. უცნაურია, მაგრამ ვიცოდი სხვადასხვა ენა, შეიძლება ბევრი არა, მაგრამ რაღაც სასაუბრო ენა. ეს იყო აზერბაიჯანული, ეს იყო ქურთული, ეს იყო სომხური, რუსული რა თქმა უნდა და ქართული და ასე ვიზრდებოდით და ძალიან მიყვარდა იქაურობა და მე ვფიქრობ უდიდესი კი, რომ ტოლერანტობაც სხვანაირი გაქვს. უფრო მეტად ლოიალური ხარ, ეთქვა ბავშვობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და აი ეს განსხვავება თუნდაც რელიგიის, ნაციის, ენის არ არის. აი თქვენთვის ემოციურად მნიშვნელოვანი რომელი სახლი იყო? ბავშვობის სახლი, სადაც თქვენ გაიზარდეთ ოჯახთან ერთად თუ სახლი, რომელიც თქვენვე შექმნით?
განსხვავებულია აბსოლუტურად. ის არის ჩემი ბავშვობა, თავისი ემოციით, მიჯაჭვულობა მშობლებთან, მიუხედავად იმისა, სულ მუშაობდნენ, ამიტომაც მივედი და შემიყვანეს რუსულ სკოლაში, სადაც იყო გახანგრძლივებული და არა იმიტომ, რომ ეს იყო რუსული სკოლა. ამან რა თქმა უნდა მოახდინა ეს, რომ ჩემი ძმა მზდიდა და ჩემ ძმას დავყავდი სკოლაში და მოვყავდი. თქვენი ძმა თქვენზე უფროსია? ჩემი ძმა ჩემზე 6 წლით უფროსია და ესეთი შეფობა ჰქონდა და დადიოდა ჩემთან სკოლაში, იღებდა ჩემ სამადლობელ ნიშნულებს და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა ეს არის განსხვავებული კუთხით რო უყურებ, კარგია. თუნდაც ის კარგია რომ რაღაცა ამდენ სხვადასხვა ნაციონალურ ადამიანებთან ხარ გაზრდილი და მე კიდე გადავედით ვაჟაზე ამის შემდეგ, მაშინ მიიღო მამამ ეს ბინა და აბსოლუტურად განსხვავებული იყო ეს ჩემთვის, ჩემი თვითონ ემოციისთვის. თუმცა იქაც ძალიან კარგი სამეზობლო იყო, მამას ჰქონდა ეს უნარი და დედას რომ შეექმნათ ეს აურა იტალიური ეზოში და ასე გავიზარდეთ. მეც რა მაინტერესებს, აი თქვენი აზრით ბავშვობის სახლი, ზოგადად თქვენ როგორ ფიქრობთ, ახდენს შემდეგ გავლენას ადამიანის ჩამოყალიბებაზე? რა თქმა უნდა. თვითონ როგორც გითხარით, რომ აი ეს ემოციაც, ეს გაყოფაც, ეს ურთიერთობაც სხვადასხვა რელიგია, სხვადასხვა ნაციონალობა, მათთან ურთიერთობა, მათი კულტურის მიღება და გაცემა უდიდესი შემდგომ შენც ხდები მაგეთი ფაქტობრივად ეს კოსმოსი ეს არის და ამით ცხოვრობ ხო არ უნდა იყო ჩაკეტილი შესაბამისად თუნდაც აი ჩემ პროფესიაში სხვადასხვა პაციენტი მოდის აქ არ არის თუნდაც არც როგორ გითხრათ იცი უმნიშვნელოვანი ჩემთვის რომ პაციენტი გენდობა სულ ერთი ეს ვინ არის ზემოდან ქვემოდან აქედან იქიდან პოლიტიკური აზროვნებით აბსოლუტურად არ არის. მე ვარ ექიმი და მე მას უნდა დავეხმარო. თუ რა თქმა უნდა შემწევს ეს. აი, სავარაუდოდ ესეც არის რა და თუნდაც ეს ოჯახი, სადაც იზრდებიან ბავშვები ბებიებთან, ბაბუებთან და ასეთ სამეზობლო გარემოში ბავშვი სხვანაირი ხდება. აი ეს არ არის ჩაკეტილი ბავშვი და ლაღია უფრო. ეს არის ჩემი აზრი. შევიდეთ ხო? ვაბძანდით, იქით მე უნდა დაგვატიშოთ. ხალბატონო მადლობა, თქვენი სახლის ტრადიცია რა არის? გაქვთ თუ არა რამე ტრადიცია ან წესი? ტრადიცია ქონა მამას. და შესაბამისად ეთყობა გადმოყვა ჩვენც. ეს არის ახალი წელი. ახალი წელს ვემზადებით ძალიან დიდი ისეთი ძალიან ემოციით, რითი, იმიტომ რომ უნდა გქონდეს ძიცხე ყველაფერი კეთდება 31-ში. იმიტომ დედას არასოდეს არ ეცალა და 31-ში კეთდებოდა საცივიც, იწვებოდა სხვადასხვა კერძი, თუ იბზარდებოდა და ჩვენ ვაწყობდით ნაძვისხეს. 31-ში მიყვარს, როცა ვაწყობთ ნაძვისხეს. რა თქმა უნდა, ყველაფერთან ერთად რა არის ეს მიყვარს შვილიშვილები აქ არიან, ემოცია რომ მამაც აქ არის. ანუ თქვენ ყველანი ერთად ცხოვრობთ? არა, მამა არ არის. მამა უბრალოდ სულიერად არის ჩემთან. თორე დედა აქ არის, კი. აი სახში რო ბრუნდებით, დაღლილი, პირველ რიგში რას აკეთებთ? ვამზადებ ან მოხსენებას, ან მაგ ჩართული ახალი მასალა და ვებინარი და ვისმენ. ეს არის და სამწუხაროდ გვიანობამდე, იმიტომ რომ მე არ ვისვენებ. არ არის ეს კაი. ეს არის მაგალითი, თუმცა ჩემი ყოველთვის მოწოდება პაციენტისთვის არის, რომ 11 საათზე გვიან არ დაიძინო. მაგრამ მე ამყოფნის დრო და სამწუხაროდ, მაგრამ არა უშავს, მოვა დრო, როცა მე დავისვენებ. ჯერ ყოფით რესურსიანი. ჯერ ყოფნის და ძალიან უკვეთ ახალგაზრდებს, თუნდაც ჩემ ასისტენტებს, რომ როგორ შეგიძლია, აი თუნდაც ახლა
თურქმენეთში ვიყავი წასული. იქ მქონდა ტრენინგი, ანუ მე ვამზადებ იმათ, ეს არის საშინაო წყლის კიბოს პრევენციის ალიანსი, რომელსაც აქვს დავალება, რომ მთელმა მსოფლიომ მიაღწიოს 2030 წელს საშინაო წყლის კიბოს დამარცხება. ხსენება მქონდა და არ დავიძინე, მერე კიდევ იქ ეს იყო ერთ დღეში 20-25 პაციენტი მივიღეთ. პლუს კიდევ მივამატეთ, რომ ჩვენ თეორიული მასალა მივეცი და საღამოს უნდა ჩამოსულიყავით უკვე იყო ვახშამი და ეთყობა დაღლილი და ფროდოთ ორიენტაცია დაკარგული წავიქეცი კიდეზე ამაწყეს და მეორე დღეს ფორუმზე კიდე გამოვედი. აქედან გამომდინარე ზუსტად ეს არის, რომ სურვილი რა გაქვს. გინდა რომ კარგად იყო იმისთვის, რომ თუნდაც გაცე, თუნდაც შენი თავში კიდევ დავდაჯერება მიიღო, იმიტომ რომ მე ყოველთვის მგონია, რომ რაღაც არ ვიცი. და რაც არ ვიცი, კიდე უნდა ვისწავლო და ესე მოკლედ ეს არის არ ვიცი, პერფექციონიზმია თუ ხუთოსანი ადამიანის ის არის, არ არის ეს კარგი. არ. მაგრამ ნუ ყველა ადამიანი ასე ცხოვრობს. სავარაუდოდ ესეც ფსიქოლოგიური თემაა ბავშვობიდან მოდის, რომ უმტკიცებ შენ ოჯახს, რომ შენ შეგიძლია. მე რუსული არ ვიცოდი, რუსულ სკოლაში შევედი და ძალიან ძნელი იყო. თუნდაც გარემოსთან ურთიერთობა, რომ ხა რუსული კი ვიცოდი, იტალიურ ეზოში, მაგრამ ეს არ იყო ის. და ამის გამო მთელი ცხოვრება ვცდილობ, რომ დავამტკიცო, რომ მე რაღაცა შემიძლია, რომ მე ამას ავითვისებ. და უცხოეთშიც რო წავედი, დამჭირდა მცოდნა უნდა მქონოდა ინგლისურის და შვედურის. და რაღაცა შევძელი. ფაქტიურად ყველაფერი გამოვიდა. შევძელი. ადამიანს თუ უნდა კარგიც გამოვა და ცუდიც და მოდი ასე ვიფიქრებ, რომ იმდანად ძლიერი ადამიანი უფალმა ისე შექმნა, მას ყველაფერი შეუძლია. გეტყვით. ესეა. მოდი შევიდეთ სახლში, ხო? შევიდეთ სახლში. მაინტერესებს თუ გაქვთ საყვარელი ადგილი ან კუთხე, სადაც საკუთარ თავთან მარტო რჩებით. მე პატარა სახლი მაქვს, მიუხედავად ეს გაშლილია, არის ერთსართულიანი სახლი. მოგზალებული, მაგრამ ჩემი მომძადით. ეს არის სამზარეულო, სადაც აქ ვზივარ, თუ ტელევიზორი მე არ მიყვარს. ეს არის თქვენი საყვარელი კუთხე, ადგილი? არა, აქ დედა უფრო ხშირად არის, უბრალოდ თუ მაგა დედას ძინავს, მე აქ ვარ ხოლმე, მაგრამ უფრო მეტად ვარ ხოლმე აქ. ეს არის ჩემი დილის სამზადისი, აქ დილის რუტინა. დილის რუტინა, ხო, დილის რუტინით აქ ვარ დაკავებული, აქ რაღაცა მე დიდ მაკიაჟს არ ვიკეთებ. ჩემთვის არის უბრალოდ დაივარცხნე, ესე იგი საცხი წავისვი და ესეთი. აქ ვზივარ, აქ ვამზადებ მასალებს. ანუ ეს არის ის არის ჩემი ადგილი კი. როცა არის ზამთარი, მიყვარს ბუხარი, შეიძლება ესეც თავისი სიმშვიდის მომტანია, რელაქსის. აი ეს არის ჩემი რუტინა. რამე თუ არის ამ სახლში ისეთი, რაც თქვენ გაბედნიერებთ? რამე მნიშვნელოვანი ნივთი? მე მიყვარს კიდევ და კიდევ ჩემი ეზო თავისი ყვავილებით, თავისი სიმწვანით. ზამთარია ზაფხულია სურათია, აი ეს მაბედნიერებს. და ჩემი სხვადასხვა ტიპის სურათები, ეს არის ყველა თანამედროვე მხატვრების, ამათი ეს მომწონს ძალიან და უთ ადგილი აღარ აქვს. ნივთებთან არა გაქვთ მიმჯეჭველობა? არა. არა. ადამიანებთან. ადამიანთან ხანდახან ძალიან მიჭირს ურთიერთობაში შესვლა და თუ შევედი მე იმათთან განშორება და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და ნივთი არა ჩემთვის პრიორიტეტი. ასე რომ უბრალოდ შეიძლება ნივთი მოგწონს, ლამაზია გინდა, იყიდო, ქალი ხარ. მაგრამ ის რო ეხა იმაზე მქონდეს რაღაც ესეთი ჩართულობა, რომ აი ეს მინდა რომ ეს უნდა იყოს და ამას მოუფრთხილდით არა. კი ბატონო, აი რამდენი ხანი შეგიძლიათ გაძლოთ თქვენი სახლის გარეშე? ხო, მე არასოდეს არ ყოფილა, გინდა ეს სახლი იყო, გინდა მე საქართველოს გარეშე არ მიყვარს ყოფნა. მე მიყვარს ჩემი ქალაქი, და არა მარტო ჩემი ქალაქი, თვითონ საქართველო. აი უცნაურია, მაგრამ სადმე რომ მივდივარ, მაქსიმუმ შეიძლება მე-5 დღიდან იწყება ჩემი რამე მინდა დაბრუნება, არ მინდა მენატრებით. მე ყველა მენატრება. მათ შორის, რა თქმა უნდა, სახლი. აი ასაკთან ერთად იცვლება თუ არა
ადამიანის დამოკიდებულება სახლის მიმართ? სავარაუდოდ კი, იმიტომ რომ მე თუ შემელო რომ სამსახურის შემდეგ კიდევ სადმე წავსულიყავი, იქ კაფე იქნებოდა თუ რამე ესეთი გასართობი ადგილი, ეხლა არ მინდა. შეიძლება დავიღალე, არ ვიცი, მაგრამ სახში მირჩენია ყოფნა. და ის სახში კომფორტს რა გიქმნით? სიმშვიდე. კითხულობ, ვსივარ, ლაპარაკობ, ეზოში ვარ. არაფერი, ეს არის ჩემთვის მთავარი სიმშვიდე. დიასახლისი როგორ ხარ? კატასტროფა. აი რამდენად გრჩება სამზარეულოსთვის? არა, მე და სამზარეულო არა ვარ, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად შემეძლო, იმიტომ რომ ყველა ამბობდა ამას, რომ ყველაზე კარგად გამომდიოდა ნამცხრები, კარგად ვაცხობდი, ისე რომ მეზობლები მიკვეთავდნენ, რა თქმა უნდა ეს მეზობლები იყო ესეთი სხვადასხვა, იქაც მაშინ ცხოვრობდი პლატოზე, ნუცუბის პლატოზე და ბევრი ვიყავით სხვადასხვა, ასევე სხვადასხვა ის პროფესიის და ასე შემდეგ და თუ რამე ხდებოდა, მე ვაცხობდი ნამცხრებს და ეს იყო სხვადასხვანაირი. ეს იყო ერთი, მეორე, მესამე და ну რა თქმა უნდა კერძებიც იყო, მაგრამ უფრო ნამცხრები და ჩემი ძმა მაშინ სევა მუშაობდა ჩაჩელას ინსტიტუტში, მე გინეკოლოგი და მოვიდა ჩაბუთან ამოვიდა და მეუნება და დაინახა ეს ერთი ესეთ მაშინ პრეზიდენტი ქვიოდა, მე მედოკი ქვიოდა, ну რა ვიცი, სხვადასხვა ნამსხვრებს, სხვადასხვა სახელი ქვიოდა მაშინ ესეთი არეული სახელებით. და ეს რა არისო და მე ვთქვი მეზობელს ქორწილი აქ და უკეთებ ამ ყველაფერს მეთქი და რატომო და ну ვთქვი მთხოვეს მეთქი. მეც მსიამოვნებს, მოდი რაღაცას გეტყვი. ეს ისინი ხა სტუდენტი ვიყავი. ეს სასწავლო მასალა გაიარეო და ამას მერე ვიზამნებ. იცი რა გითხრაო? რა გინდა რომ გამოხვიდო? რა პროფესია გინდაო? თუ გინდა იყო მზარეული, ძალიან კარგი პროფესია და უნდა იყო. თუ გინდა იყო ექიმი, უნდა იყო ექიმი. მაგრამ შენ რომ თელ შენ ემოციას, თელ შენ დროს ხარჯავ ამაზე, შენ კარგი ექიმი ვერ გახდები. ასე რომ ორივე პროფესია ძალიან დაფასებულია და უნაირში რა გინდაო. იმის შემდეგ აღარ გამიკეთებია არაფერი და იმის შემდეგ მე ვხვდები რომ თქვენ ძმას ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა თქვენზე, ხო? ოდიდეს. აი სულ ჯამში სახში რამდენი საათი ხარ? ცოტა. დაახლოებით. ну ღამე თუ ვამთავრებ ხანდახან 9-ზე 10-ზე მოვედი სახში, მუშაობ. ძინავს მე დილას მივდივარ 7 საათზე, ეხლა ძალიან ერთი წელი უნდა ვიტრაბახო. 7-ზე ვდგები, 8-ზე ვარ უკვე ჩემ ვარჯიშზე. ძალიან კარგი ტრენერი მყავს, პასუხისგებლობა მაქვს, რომ უნდა მივიდე, უნდა ვივარჯიშო, თან ვაკეში აქედან და ვაკიდან ვრუნდები და მივდივარ სამსახურში. შესაბამისად უფრო ნაკლები დრო მაქვს, რომ სახში ვიყო, მაგრამ ასია. რა მეთქვენებური წესი თუ გაქვთ სახში? წესი? ხო, ყველა ოჯახს აქვს თავისი წესები და ალბათ ну წესი ის არის რომ აუცილებლად დილას უნდა ისაუზმოს ყველა. აკრძალული მაქვს სხვადასხვა ესეთი საკვები, რომელიც არის ნახშირწყლებით მდიდარი. ну ვცდილობ რომ არ იყოს და ბავშვებიც უკვე ისია მიჩვეულები რომ არ მიირთმევენ. აი ეს არის წესი, სხვა წესი არაფერი. ძალიან კარგია თქვენთან სახში, მაგრამ გარეთ მირჩევნია რომ დავსკვიდით რომ ძალიან ლამაზია იქაურობა. აქაც ძალიან კარგია მშვენიერია, ძალიან კარგი აურა, ტრიალებს თქვენი აურა ამ სახში. სიმშვიდე, სიწყნარე, მაგრამ მაინც მირჩევნია რომ გარეთ გავიდეთ გარეთ და აერზე. და აქვე უნდა გითხოთ, აი სახლის ნამდვილი გრძნობა, გრძნობას რა ქმნის? სურნელი, ადამიანები თუ ხმები? ადამიანი ქმნის სახს და აი დედა ქმნის, დედა ჩემი მეუღლე ქმნის. ჩემი შვილიშვილები გიჟივით რომ შემოდიან და ქმნიან და მეორე დღეს რომ ყველაფერი ასე ატრიალებულია, მაგრამ it's okay, ეს არის ნორმა და ეს არის კარგი. მე არ მიყვარს ისე მარტო ყოფნა. მე მიყვარს როცა ჩემ სახში არიან. და თუნდაც აი მე რომ სახში მოვალ, თუნდაც შაბათია, იშვიათად შაბათი, მაგრამ ვარ, მიყვარს რომ ჩემთან მოდიან. ეს იქნება მეზობელი, ეს იქნება ნათესავი, ეს იქნება შვილიშვილები. ну აქაც რა თქმა უნდა რაღაცა გარკვეული ლიმიტია, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში მე იღლები. და მე ჩემთან ვსვენები, რატო დაიღალე, შენ ხო გინდოდა ეს ყველაფერი და აკეთებ იმას და შაბათი კვირა
მზადება ჩვენთან. კერძები სხვადასხვა, იმას ეს უყვარს, ამას ეს უყვარს, იმას ეს უნდა და საბოლოო ჯამში ყველა სხვადასხვა კერძი აქვს და აი ეს ჩემთვის არის რა, რომ მე იმათ ვასიამოვნო და ამით უფრო შევაგროვო, ახლოს მოვიყვანო. საბოლოოდ ეს თემა. ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ და გადავიდეთ. როგორია თქვენი საოცნებო სახლი? ეს არის ჩემი საოცნებო სახლი. ეს ზოგადად ყოველდღიური გისრულდებათ? მისრულდება დიდი შრომის საფასურად. თუმცა ეს სახლიც ხედავთ არის ასეთი, როგორიც მე მინდოდა. მაგრამ ესეც მივაღწევ 10 წლის შემდეგ ესეც საბოლოო ჯამში ბანკის ვალსაც დავფარო. ყოველთვის მიჭერს ხოლმე ამის იქამდე მისვლა, რომ მოვიყვანო ვინმე ისეთი, რომელიც მე მინდა რომ ასეთი გამიკეთოს. საბოლოოდ ეს არ ვიცი და ამაზე, ეს ისეთი ელემენტარული რაღაცა, რაც სახლს ეხება. მეუღლე მყავს, რომელსაც ყველაფერი ეხება თვითონ ისეთი ეინშტეინს უძახი, იმიტომ რომ სამეცნიერო ტექნოლოგიების ინჟინერია და რეალურად ჩვენი ისტორიაც აქედან მოდის, რომ ძალიან ბევრი რამ გამიკეთა ჩემი თუნდაც სამეცნიერო დარგში. და რაც შეეხება აი ამის მიღწევაზე, რაც თქვენ თქვით, ხო არა, ყველაფერი ძალიან ძნელად მომდის. მაგრამ მომდის. მე რა ხო ვთქვით წეგან, რომ ადამიანს ყველაფერი შეუძლია. დაისახოს მიზანი, რა თქმა უნდა, წესიერი მიზანი და მოფრისყალობით, შენი ცოდნით, შენი შრომით მოდის. ბევრი შეფერხებებით. სავარაუდოდ შეფერხებაც კარგი, რომ რაც უფრო მეტი გაქვს, უფრო მეტად წევამ სურვილს კი არა შესაძლებლობა შენში შინაგან შესაძლებლობა მიაღწიო კიდევ. ესე იგი არ დაგინახეს, ანუ ვერ შეძელი, კიდევ წახვალ, კიდევ გააკეთებ. კიდევ ვიშრომებ. мотивация ყველანაირი ასეთი ხანდახან მიფიქრე, რაც უფრო ადვილად მოდის ყველაფერი, მე ამას ვერ აფასებ. ხო და თუნდაც ეს სახლიც რომ ადვილად არ მოსულა ჩემთვის, ხო, რა თქმა უნდა, ისტორია მოგიყევით, ჯერ იქ ვიყავით, მე აქ ვცხოვრობდით, მაგრამ მინდოდა აი ესეთი ეზოიანი სახლი, სადაც არ უნდა ყოფილიყო. ეს სამშოვები თუ გიყავთ მისი მოვლა. ვიცი რომ შეიძლება ვერ ასწრებთ, მაგრამ მე მიყვარს ძალიან, თუმცა კიდევ აქაც ცოდნა უნდა. თუ ცოდნა არა გაქვს, ამას ვერ აკეთებ. შესაბამისად, ცოდნა სჭირდება დრო. რაღაცას პატარას გავაკეთებ, მაგრამ ეს არ არის ცოდნით გაკეთებული. რაღაცას ქვებს და ეს სიყვარულით გაკეთებ. კი, აი თუნდაც ის გარეთ რო შემოხვედით, ის არის ღობე, ხო? ის ღობე მე გავაკეთე, ქვები მოვაგროვე. მე ერთად მე და მეუღლემ ჩავასკეთ რაღაცა ქვია, ცემენტი თუ არ ვიცი რა ქვია. და მე თვითონ შევღებე, ის ჩემი შეღებილი. ანუ ასეთი რაღაცები მიყვარს და არ ველოდები რომ ახლა მოვა ბრიგადა და ამას გამიკეთე. ძალიან დიდი მადლობა. თუ გამოვიდა. დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. თუ რამე შევძელით. და რა ვიცი, მინდა რომ გისურვოთ ყველა იმ სურვილის სასრულება, რომელიც დარჩენილი გაქვს. დიდი მადლობა ესეთი გარემოსთვის და სრული არის რომ იყოს მშვიდობა. და იყოს ერთმანეთის სიყვარული, ადამიანებს უყვარდეთ მეტად ერთმანეთი. და აპატიონ, ბევრი რამ აპატიონ და ყველანაირად ეს სკეპტიციზმი, ეს განკითხვა მინიმალურზე დაიყვანო. იმიტომ რომ სხვანაირად პოზიტივი არ მოდის. ნოვეჩხუებით ერთმანეთს. მოვეფეროთ. მეტი პოზიტივი. ძალიან დიდი მადლობა.